ჩვენ სკოლას აქვს დიდი წარმატებები. დღევანდელ წელს საქართველოს ჩემპიონები გახდნენ კეთი რობაქიძე, ნატალი იაშვილი, გიორგი ბაბუციძე, ზურაბაშვილი გიორგი. და შემდეგ გასვლით შეჯიბრებზე ევროპის თასებზე მათ შედეგებიც გააკეთეს, ველოდებით კიდევ ევროპის ჩემპიონატს, სადაც ჩვენი სპორტსმენები მიიღებენ მონაწილეობას. ჩვენი დარბაზიდან 3 სპორტსმენი მიიღეს მონაწილეობას ევროპის ჩემპიონატზე. და ველოდებით ოქროს მედლებს. რაც შეეხება ზურა გოგაძეს, წელს საქართველოს ჩემპიონატი მართალია წააგო, მაგრამ მე მიიღო მონაწილეობა ევროპის თასზე თბილისში, რომელიც ჩატარდა და იქაც მესამე ადგილი დაიკავა. ამით უკვე ჩაერთო კონკურენციაში, ნაკრების კონკურენციაში, რომ მოხვედრილიყო ევროპის ჩემპიონატზე და ამ კონკურენციას გაუძლო და ლიდერი გახდა თავის ზონისა. ერთიც ამ პოლონეთის შეჯიბრებას დაგვანახა. რაც შეეხება სხვა სპორტსმენებს, მაგალითად გიორგი ზურაბაშვილს წელს საქართველოს ჩემპიონი გახდა, შემდეგ ორი ევროპის თასი მოიგო და ის აბსოლუტურად ლიდერია თავის ზონისა. და მისგანაც წლევანდელ წელს ველოდებით ევროპის ჩემპიონობას, ოლიმპიურ ჩემპიონობას, ბავშვთა ოლიმპიადაზე მოხდა ლაპარაკი და სოფლიო ჩემპიონობას. სამივე ჭიდავებს გიორგი. ასევე რობაქიძე კედიც დგას ამ ევროპის ჩემპიონატზე. მასე დაველოდებით როგორ შედეგს დადებს. ძალიან პერსპექტიული გოგოა ესეც და შეიძლება რომ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ერთ-ერთი ლიდერია თავის ზონისა მთლიან ევროპაში და მთლიან სოფლიოში. კიდე ახალგაზრდების ნაკრებზე მოგიყვებით, გეტყვით ორ სიტყვას. ჩვენი დარბაზიდან ხვალ მიდიან ავსტრიაში შეჯიბრზე, ევროპის თასზე ახალგაზრდული ნაკრებიდან. არის საბა საბაშვილი, გიორგი, ქარელიშვილი ლუკა, დავით ქარელი კიდე და ჩვენი ბევრი სპორტსმენები მიდიან რა შეჯიბრზე და ველოდებით მათგანაც შედეგებს. დავით ქარელზე შემიძლია ვთქვა, რომ ის ჭაბუკებში ევროპის ოლიმპიური თამაშების პრიზიორია ბავშვთა, სოფლიოს ჩემპიონია, საბა საბაშვილი სოფლიოს პრიზიორია და ახლა ეცდებიან, რომ ახალგაზრდებშიც დაამტკიცონ ეს თავის სიძლიერე და თავის თავანთი შრომით შეუძლიათ ახალგაზრდებშიც დიდი შედეგები დადონ. რამდენი წელია რაც ეს სკოლა არსებობს, მეც დაარსდა, როგორი არის ამ სკოლის ისტორია და აი დაახლოებით ამის შესახებაც. ჩვენი სკოლა 2002 წელს გაიხსნა იქით სამეფოს ქუჩაზე გაიხსნა ჯერ და 2006 წელს გადმოვედით უკვე ამ დარბაზში. ამ დარბაზში ძალიან დიდი სპორტსმენები აღიზარდნენ, როგორებიც არიან დაშო თუაშვილი, ვაჟა მარგველაშვილი, ბექა ღვინიაშვილი და ასე შემდეგ. ასევე ახალგაზრდაობაც ძალიან პერსპექტიული მოდის, რასაც ყოველ წელს ვამტკიცებთ, როგორც საქართველოს ჩემპიონატებზე, ისე ევროპის ჩემპიონატებზე და სოფლიოს ჩემპიონატებზე. უფრო პატარა თაობაც ძალიან ბევრი ბავშვი ვარიშობს ჩვენს დარბაზში, დაახლოებით 300-400 ბავშვამდე ვარიშობს, რომელთაგანაც ყოველ წელს შედეგს ველოდებით. ხვალ კიდე ტარდება ოქროს ლიგა, სადაც ჩვენი დარბაზიდან მიიღებენ ჩვენი გუნდი მონაწილეობას. შაშანდელი ჩემპიონები ვართ ამ ოქროს ლიგისა, შაშანდელი ჩემპიონები ვართ, რომელ გუნდურ ჩემპიონატში 80-მდე გუნდი იღებს ხოლმე მონაწილეობას. და წარმატებით გამოვდივართ. წელსაც ველოდებით ამ ოქროს ლიგაზე ოქროს მედალს და შედეგს. აი რამდენად მნიშვნელოვანია ამ სპორტის პოპულარიზაცია თუნდაც ახალგაზრდებში, რამდენად მოთხოვნადი არის აი ესეც რომ ვიფიქროთ, თქვენ ახსენეთ რომ 300 სპორტსმენი მოსწავლეს, სწავლის სპორტსმენი ვარჯიშობს არის. აი რამდენად მოთხოვნადი სპორტი არის და რამდენად ხელშეწყობა არის ამ სპორტის განვითარებას. ყოველ წელს დაახლოებით 6-დან ასე 9 წლამდე ბავშვი მოდის, დაახლოებით 100 ბავშვი მაინც მოდის, აი 100 ბავშვამდე აუცილებლად მოდის. ძალიან მოთხოვნადია. ხელსაც გვიწყობს გორის მერია მუნიციპალიტეტი ხელს გვიწყობს, შეჯიბრებს გვიფინანსებს და ასე შემდეგ ზღურების დაფინანსება და ყველანაირად ხელს გვიწყობს, რომ ჩვენმა სპორტსმენებმა დიდ შედეგს მიაღწიონ. მათი ხელშეწყობა რო არ იყოს, ისე ჩვენ გაგვიჭირდებოდა ამ შედეგების მიღწევა.